დღეიდან ვნების შვიდეული დიდი მარხვის ყველაზე მძიმე კვირა დაიწყო. ესა იესო ქრისტეს ვნების ჯვარცმის და დასაფლავების გახსენება. დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხდაბანის რიტუალი სრულდება, იკითხება 12 სახარება. წითელი პარასკევის მსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას ჩვიდან გარდა მოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. დიდი მარხვა უფლის იესო ქრისტეს აღდგომით სრულდება. დიდ მარხვაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ვნების შვიდეულის პერიოდს. ძალიან დატვირთულია ღვთისმსახურებებით, თავის შინაარსით ძალიან ღრმა არის. ამ კვირაში ჩვენ ვიხსენებთ უფლის ვნებებს, ამიტომ ეწოდება ამ კვირას ვნების შვიდეული, ვიხსენებთ საიდუმლოსერობას, ვიხსენებთ უფლის გაცემას, ჯვარცმას, მის ვნებებს. ასევე განსაკუთრებულია ამ კვირაში დიდი შაბათი, რომელიც თავისი შინაარსით განსხვავდება ყველა დღისგან.